2006 წლის 29 ივლისს სოფელ რუისში დაიბადა. ბავშვობიდან გამოირჩეოდა უნიკალური ვოკალური მონაცემებით, 13 წლის ასაკიდან ბავშვთა გუნდში მღეროდა, 6 წლისამ კი საესტრადო ანსამბლ აიაში სოლო კარიერა დაიწყო. პირველი საერთაშორისო დიდი გამარჯვება 10 წლის ასაკში ბულგარეთში მოიპოვა, წარმატებას მიაღწია ესპანეთში, იტალიაში, აზერბაიჯანში და სხვა ქვეყნებში. მონაწილეობდა სატელევიზიო პროექტებში ნიჭიერი საქართველო და რანინა, სადაც ორჯერ გახდა ნახევარფინალისტი. იყო საბავშვო ევროვიზიის ჟიურის წევრი. 2019 წელს გახდა უკრაინის Voice Kids გამარჯვებული, სადაც თავისი ხმით და საშემსრულებლო სტატობით მთელი მსოფლიო ალაპარაკა, ეს გვახსოვს ყველას. მისი გამოსვლებს სოციალურ ქსელში 100 მილიონი ნახვა აქვს. გამარჯვების შემდეგ ამერიკაში ჩავიდა, იმღერა ლეგენდარულ კარნეგი ჰოლში და მოიგო ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსი. მსოფლიო რანგის ვოკალის პედაგოგმა შერილ პორტერმა მას უდიდესი პოტენციალი უწინასწარმეტყველა დაინახა მასში ეს ნიჭი და დღეს მასთან ერთად აქტიურად მუშაობს კარიერის განვითარებას. დაწერილი აქვს 80-ზე მეტი სიმღერა, რომელთაგან უკვე 3 გამოუშვა გრემის აკადემიის წევრ პროდიუსერ დევიდ შოუმერტერთან ერთად. მისმა ერთ-ერთმა სიმღერამ ინსტაგრამზე არც მეტი, არც ნაკლები 80 მილიონი ნახვა დააგროვა. ასე ქონდა საკონცერტო ტურნე მას სახელად ბიჭი ოცნებით ამერიკასა და საქართველოში. ამჟამად ის აგრძელებს მიზანმიმართულ მუშაობას საკუთარი კარიერის გასანვითარებლად და მეოცნებე ბიჭის ოცნებების ასახდენად. და ის ჯერ სულ რაღაც 18 წლისა და ის ჩვენთან ერთად არის ალექსანდრე ზაზარაშვილი. ალექსანდრე ჩვენ გადაცემს ერა შევანიშვილის კულტურის ცენტრის დირექტორი დავით გიგელაშვილი. გიგელაშვილი. ჩემო ძვირფასო ქართველობა, პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო ქართული დიასპორის სახლს, მის ხელმძღვანელს ასეთი ლამაზი და რაც თავარია საჭირო ღონისძიებების ჩატარებისთვის. რაც შეეხება ამ ახალგაზრდა კაცს, მე სულ პატარა მახსოვს, როცა პირველად ჩვენთან ფესტივალ ოქროს ბუზაზე მერაბ ბერძენიშვილის კულტურის ცენტრის სცენაზე დადგა ფეხი. და სხვათა შორის პირველივე ეტაპიდან ჟიური მაწეა ხელები და თქვენს რომ გრან-პრი იქნება ეს ბიჭუნაო. მას შემდეგ ესპანეთში გავამგზავრეთ ჩვენი ალექსანდრე იქიდანაც იქაც გვასახელა და პირველი ადგილი ჩამოგვიტანა და მერე უკვე თავის ფართო გზაზე ლაღად მიაბიჯებს. უსურვოთ მას წარმატებები, იულოცოთ ეს ჯილდო და კიდევ ერთხელ მინდა აღნიშნო, რომ ქართული გენი მე მგონი ყველგან გამარჯვებულია. ატონ დავით გიგელაშვილს მადლობა დიდი და ალექსანდრეს უსმენთ ახლა. დიდი მადლობა. პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, მინდა მივულოცო ყველას ნომინაციაში და თქვენი ნომინაციები მინდა მოგილოცოთ და ყველა ადამიანი ვინც დღეს ჩვენთან ერთად არის, მადლობა გადაუხადო. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ჩემთვის ბევრი მიზეზის გამო, ეს არ არის მხოლოდ ის, რომ ძალიან მადლობელი ვარ ქართული დიასპორის და ქალბატონი ინა ასანიძის, რომ ეს ჯილდო მეუხვდა წილად. არა მხოლოდ ამ ყველაფერს, იმიტომ რომ მართლა სიზმარს გავს, არ ვიცი, 9 წელს ვიყავი, როდესაც ოქროს მუზაში მივიღე მონაწილეობა, ჯერ არ ვიცოდი ცხოვრება სად წამიყვანდა, არც იყო არც ვოისი, არაფერი საიდანაც ყველამ გამიცნო და გავდიოდი ესე ნელ-ნელა ჩემს პატარა გზას და თქვენ იყავით ჩემი ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი და ზუსტად მაშინ იყო ესეთი ისე გამარჯვებული მიიღებდა მალტაში გამგზავრებას და ფესტივალზე მონაწილეობის მიღებას პრიზად. მაგრამ მე მოხდა ისე, რომ მალტა ცოტა შორს იყო, ესპანეთში გამოგზავნეს და ეხლა მალტაზე თქვენთან ერთად როგორ გავარ და თქვენ გადმოვცემთ ამ პრიზს, მართლა არ ვიცი უღრმესი მადლობა, ძალიან მიყვარდა. სხვათა შორის ოქროს მუზას 10 წლის გახდა.
და ორი დღის წინ გავხდათ სხვადასხვა ბალტაზეც ფინალი ამ კონკურსის და ჩვენი ნომინანტების დარბაზშია და უსურვებათაც რომ შენი გზა გაიარო. ალას გისურვებ წარმატებას და უღმესი მადლობა ამ ხალხს დაფასებისათვის. მადლობა.